გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო მსმენელებო. იმისათვის რომ აუვერდას სისტემით სწორედ ვიკვებოთ, ჯერ უნდა განსაზღვროთ, რომელი დოშას ჭარბობს ჩვენში. აუვერდაში დოშას ეს არის პირველადი ბუნებრივი კონსტიტუცია პრაკრიტი. აუვერდაში დოშას დადგენა ხდება სპეციალური დიაგნოსტიკური მეთოდებით. დოშები არის სამნაირი: ვატა, პიტა, კაფა და თითოეულ ადამიანს თავისებური ნაზავი აქვს. დოშას დადგენა აუვერდას მიხედვით. ვატა, სადაც ჭარბობს ჰაერის სტიქია. ასეთი ადამიანები არიან გამხდარი, წვრილძვალა, ვიწრო აღნაგობის, მსუბუქი, თხელი, სწრაფი მოძრაობები ახასიათებთ. თვალები ხშირად მშრალი აქვთ. შეიძლება ჰქონდეთ პატარა თვალები, ასევე მშრალი კანი და თმა. ცივი ხელფეხი, ცივანები არიან. ხასიათით, ბუნებით არიან კრეატიულები, სწრაფად ცვალებადი ხასიათი აქვთ, იდეებიანები არიან, ანუ იდეები მოსდით. ხშირად არიან შფოთიანი, მოუსვენარი, აქვთ ძილის პრობლემები, არარეგულარული მადა და ძილის რეჟიმი. ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავენ და სწრაფად იღლებიან, ანუ ენერგიისგან იცლებიან. პიტა. აქ ცეცხლი ჭარბობს. ეს არის საშუალო აღნაგობის ადამიანი, რომელსაც აქვს საშუალო სიმსხვევის ძვალი, არც უკანია და არც გამხდარი, კანი თბილი აქვს, ახასიათებს ხალები ან სიწითლე, ფერიანია, ანუ ფენქთალი არ არის, მკვეთრი მზერა, ცოცხალი მზერა, საშუალო კუნთოვანი ტანი, მახალგონიერება, ლიდერული თვისებები, მასში გაღიზიანება და ბრაზი სწრაფად მოდის, ფიცხია, აქვს ძლიერი საჭმლის მონელება, სიცხეს ვერ იტანს, ადვილად ხურდება და მადა სტაბილური აქვს. კაფა. აქ მიწა ჭარბობს. ასეთი ადამიანები არიან მსხვილძვალა, მკვრივი აღნაგობის, ხშირად მსუქნები, მსუქნები არადეს ჩაფსკვნელები, აქვთ სქელი კანი, დიდი და მშვიდი თვალები, ნელი მოძრაობები, შვიდი ზანტი, სტაბილური, მათ ახასიათებთ ერთგულება, არიან საკმაოდ მძიმე დასაძრავი, ძნელ დასაძრავი, ზარმაცი, ნელი მოძრაობები ახასიათებთ, ციზანტი ახასიათებთ, ასევე ნელი მეტაბოლიზმი, აქვთ კარგი მადა, ჭარბი ლორწო, ღრმა და ხანგრძლივი ძილი. აიურვედას დოშას დადგენისთვის არსებობს ტესტი და ამისათვის არის ცხრილი, რომელიც იქნება ფაილში და არის კითხვარი, სადაც პასუხად ჩაწერთ ან A-ს, ან B-ს, ან C-ს. ეხლა მე ამ ცხრილს შეგნებულად არ წავიკითხავ, აზრი არ აქვს, რადგან ცხრილი უნდა ნახოთ და თქვენთვის შეავსოთ. აქ თითოეულ პუნქტში 1-დან 5-მდე არის პუნქტი, ანუ ვერტიკალზე, უნდა აირჩიოთ ერთი ასო A, B, ან C. მერე საბოლოო ჯამში, რომელიც მეტი იქნება, თუნდაც ოდნავ ის დოშა იქნება დომინანტი თქვენთან. ეხლა განვიხილოთ ვატა დოშის ბალანსი. ანუ როგორ ვიკვებებით, ვისაც აქვს ვატა დოშა. კვება: თბილი, ნოყიერი, ცხელი, ოდნავ ცხარე საკვები ამშვიდებს ვატას. პროდუქტები: თბილი სუპები, ფაფები, ბრინჯის ქერის, რძის პროდუქტები, თბილი რძე სანელებლებით, თხილი, ნუში, ნუშის ზეთი,
სასარგებლო სითბოს მომცემის ანელებლები, კოჭა, დარიჩინი, ზაფრანა, კარდამონი. მოერიდოთ თუნდაც ცივ, მშრალ, საკვებს, გაზიან სასმელებს. ზედმეტად მსუბუქისა და სწრაფად მომნელებელ კერძებს. ყოველდღიური რეჟიმი. ვატას სჭირდება სტაბილური და ერთიანი რუტინა. გაღვიძების, კვების, ძილის დრო უნდა იყოს მუდმივი. არასოდეს გამოტოვოთ კვება. ძილი აუცილებელია სულ მცირე 7-8 საათი მაინც. და 7 ღრმა ძილი. ემოციური ბალანსი. რადგანაც ვატა ადვილად ხდება შფოთიანი, ნერვიულია, ამიტომ აუცილებელია დამამშვიდებელი პრაქტიკები, ღრმა დიაფრაგმული სუნთქვა, ნადი შოთხანა, ეს არის ცხვირის ალტერნატიული სუნთქვა. ანუ პირით სუნთქვა. ყოველდღიური მედიტაცია ან მანტრების გამეორება, სასარგებლო თბილი აფასანები, არომათერაპია, დამამშვიდებელი, ეს არის ლავანდა, ილანგი, ვანილი. ცხოვრების სტილი. ძალიან კარგია თბილი ზეთოვანი მასაჟი, რასაც ეწოდება აბიანგა, სეზამის ან ნუშის ზეთით, რაც ატენიანებს და არბილებს კანს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ფერები, რომლებიც ამშვიდებს ვატას, ეს არის ყვითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი. ეს ფერები მას სითბოს და სტაბილურობას ანიჭებენ. იოგა ასანები, ნელი და სტაბილური პოზები. ვირაბადრასანა, მებრძოლის პოზა, ვრიქშასანა, ხის პოზა, სეტუ ბანდჰასანა, ხიდი. სწრაფ და ძალიან დინამიკურ იოგას სასურველია მოერიდოთ. ასევე ცურვა და ნელი სეირნობა. მოკლედ ვატასთვის მთავარი სიტყვებია სითბო, სიმძიმე და სტაბილურობა, ანუ ის რაც მას აკლია. ეს ყველაფერი როგორც საკვებში, ასევე ცხოვრების რეჟიმში და ემოციებში უნდა განვახორციელოთ. შემდეგი არის პიტა. რასაც ჩავიწერ შემდეგ ვიდეოში. ახლა კი დროებით გემშვიდობებით.